მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და გიბრუნდით ახალი საჯარო გაშლით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი აქტიურობისთვის, თქვენი ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, დობისთვის, რა თქმა უნდა და მე ვხედავ როგორ მატულობს ყოველდღე ჩემი გამომწერები. ვხედავ გადაზიარებული ვიდეოების რაოდენობას, რომელიც დღითიდღე უფრო იზრდება და ეს მე ძალიან მეხმარება ჩემს არხსაც. თქვენთვისაც, რა თქმა უნდა, ხო, მადლიერების გამოხატვის ფორმა და იმ ადამიანებსაც ეხმარებით, ვისაც ამ ინფორმაციის მოსმენა სჭირდება, ხო? ასე რომ ერთობლივ ვართ, ჩართული ვართ ერთმანეთის დახმარებისთვის, ხო? კი ბატონო, ახლა გადავწყვიტე გავაკეთო ესეთი საჯარო გაშლა თქვენთვის ჩაფიქრებულის ზრახვები. თქვენთან მიმართებაში, აი რა განზრახვა აქვს ადამიანს და რამდენად სანდოა ეს ადამიანი თქვენთვის, რამდენად შეგიძლიათ ენდოთ, რამდენად უსაფრთხოა ეს ადამიანი თქვენთვის და ასე შემდეგ, ხო? ასე დავარქვათ საჯარო გაშლას ჩაფიქრებულის ზრახვები. მე კი შეგახსენებთ, რომ ვისაც ჯერ არ გამოგიწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ, რათა უფრო ხშირად შეგხვდეთ ხოლმე ჩემი ვიდეოები. და ახლა კი დავიწყებ ჩაფიქრებული პიროვნების ზრახვები. ის დამრჩა. ჩაფიქრებული პიროვნების ზრახვები. ახლა ამ მომენტისთვის როგორია თქვენთან მიმართებაში? რატო გადმოვატრიალე? კაი, არა უშავს პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ჩანს ხომ? კი ბატონო. მოდი გქონდეს პირველი ვარიანტისთვის ეს მინდა? არა. ეს იყოს მესამე ვარიანტისთვის უფრო გამოჩნდება. ეს იყოს მეორე ვარიანტისთვის და პირველი ვარიანტისთვის გქონდეს აი ეს. პირველი, მეორე და მესამე. რატო ემართა სანთელს? იქიდან ამოხდა ცეცხლი მგონი. ოკეი. გავიგეთ. კი ბატონო. ჩაფიქრებული ზრახვები თქვენთან დაკავშირებით პირველი ვარიანტი. ხო, ეს ის არკანია, წეღა რომ გადმომიტრიალდა, რომ წამიცდა ხელი. ჩაფიქრებული ადამიანი ახლა გაგვირდებათ. რა ჭირს ამ სანთელს? ესეც ამ ადამიანის განწყობასავით ხო არ არის? კანიდან ამოხტომას ხო არ ცდილობს ეს ადამიანი თქვენს გამო. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ახლა არის შემფასებლის პოზიციაში. ან თქვენ ვიდეოში ძალიან მეცინება უკვე. კაი, არა უშავს. აღარც მახსოვდა მან თქვენ და სანთელი. კაი, მოკლედ ჩაფიქრებული არის დაკვირვების პროცესში და ამ სანთელივით ნერვები უწურდება და ნერვები უწუხდება თქვენ გამო რაღაცაზე აბრაზებს. მე ძალიან მეცინება. ანერვიულებთ ამ ადამიანს ამ სანთელივით. იმიტომ რომ რაღაცაში განგრჩით ეს ადამიანი და იცი როგორ არის, ანუ ეხლა კი არ მოქმედებს და ეხლა არაფერს არ აკეთებს, მაგრამ რაღაცნაირად ადამიანს აქ იმის განცდა, რომ აი ეხლა რომ რაღაცა შეგეშალოთ, აი იცოდეთ რომ ძალიან ხისტი რეაქცია ექნება. აუცილებლად. და აი მისი ნერვული სისტემა ამ სანთელივით ძალიან მეცინება. ამ სანთელივით თამაშობს. იმიტომ რომ თქვენ ვერ ამჩნევთ მის ესეთ დამოკიდებულებას და ადამიანი ცდილობს განიშნოთ, რომ ეხლა გაჩერდი, მაგრამ თქვენ არ ისვენებთ. მე ესე მგონია და ესე ვხედავ, ხო? კაი, ჩავეცდით. პირველი ვარიანტი, აბა ჩაფიქრებული ზრახვები. მიზნები თქვენთან დაკავშირებით ეხლა და ამ მომენტისთვის.
აჰა, რას ეხება ეს აბა? რა არჩევანია? ნახე რა საინტერესო. კაი, გეტყვით. ჰერმეტით. წეგან მაგი იყო ფონში, ახლა ჰერმეტი. ვინც ერკვევით კი მიმეხვდებით რას ნიშნავს. ეხლა ნახე რა ხდება. ჩაფქრებულის განწყობა არის ისეთი, რომ აი გეუბნებით ადამიანმა ძალიან კარგად იცის საკუთარი შესაძლებლობები, საკუთარი თავის ფასი და ეხლა ამ მომენტისთვის რაღაცნაირად ცოტა კონფლიქტში მოდიხართ ერთმანეთთან. ყოველ შემთხვევაში აი შინაგანად აქ ადამიანს იმის განცდა, რომ ანუ ეხლა ანუ თავშეკავებულიც არის ადამიანი, ესე შემოგივარდეთ და თავს დაგატყდათ ქარიშხალივით, ეგრე არ იზავს. უბრალოდ ადამიანი ხედავს იმას, რომ თქვენი გცევით ცოტა უფიქრებლად, ცოტა უპასუხისმგებლოდ, ცოტა იმპულსურად, აი ესე ვიტყოდი, იმპულსურად ხედავთ თვითონ ეს ადამიანი. ანუ მე კი არ ვამბობ, რომ ესე თვითონ ხედავთ ესე. მისი აზრით თქვენ რაღაცაში თავით გადაეშვით ბოლომდე, თან ისე რომ არ ფიქრობთ შედეგზე, ანუ ემოციაზე და ცხელგულზე დაყრდნობით მიიღეთ რაღაც გადაწყვეტილება და ეს ადამიანი ამის გამო ცოტა კონფლიქტში მოდის თქვენთან, მაგრამ ეს კონფლიქტი არ ნიშნავს იმას, რომ ეხა პირდაპირ მოვა და თავს ხო, ანუ არ ნიშნავს ეხა პირდაპირ რაღაც აგრესიის გამოხატვას, უბრალოდ აი გეუბნებით და ვიმეორებ. ეს ადამიანი ჯერ გაკვირდებათ. აი გაკვირდებათ. მაგრამ მეორეს მხრივ ეს ადამიანი მოგცემთ არჩევანს. აი თითქოს ადამიანს აქვს როგორი მომენტი, იცი, რომ გავიგე, რა გინდა, რა საკეთებ, მაგრამ ეგრე რო აკეთებ, ეგ სწორი არ არის. თითქოს ესეთ რაღაცას გეტყოდათ. და ადამიანი გეტყვით, რომ კაი, თუ მაგის კეთება გინდა, მაშინ გასწავლი, როგორ უნდა გააკეთო, გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას და კი ბატონო რა, შენთვისაც სასიკეთო შეიძლება იყოს, ჩემთვისაც ყველასთვის, ხო? თუ არა და თუ არ დასთანხმდებით, მე იცოდეთ, რომ თავდაცვის მდგომარეობაში გადავა და რას მოიცავს მისი თავდაცვა. რას ნიშნავს თავის პოზიციების გამყარებას, თავისი სივრცის დაცვას, არ ვიცი რანაირად გადააკეთეთ, რაში გადაეკეთეთ ერთმანეთს. ეხლა მე ხო მაგაზე არ მიკითხავს და ხوار გამიშლეთ, რომ ვიკითხოთ, გავიგებ, მაგრამ არ მინდა ეხლა ამ გაშლაში რა კითხვაც დავსვის, გავიგოთ, ხო? ანუ თუ დათანხმდებით და ერთად იმუშავებთ ამ რაღაც საკითხზე, რაშიც თulis რო არასწორი ხართ, მაშინ რაღაცა აი თქვენ შორის კოლაბორაცია, თანამშრომლობა, რაღაცის სწავლება, თუ რა ვიცი, რასაც აკეთებთ, შედგება და თუ არა და მაშინ ადამიანი ჩათulis, რომ ის რაც მისია უნდა დაიცვას, ის რაც მას მოწონს ის პოზიცია უნდა გავიწყოთ, იცოდეთ, აქ მე ვერ ვხედავ ეგოისტურ დამოკიდებულებას. ამ ადამიანს ესმის როგორ მუშაობს რაღაცეები და რა ჯანდაბა ჭირს ამ სანთელს. ასეთი რამე გინახავთ ხალ, ხო? აი დენი რო არ ტყავს ხოლმე და დენი რო გადადის, ეგეთი რაღაც ჭირს ამ სანთელს. ხო. გეუბნებით, მე სანთლებთან და ცეცხლთან მაქვს ძალიან საინტერესო ურთიერთობა. გირდები. ერთხელ მახსოვს ვიდეო ჩავწერე. კინაღამჭიქიდან ამოვიდა ცეცხლი. მე ის გაშლა არც დავდეს აქ YouTube-ზე, იმიტომ რომ ძალიან ძაფრი და ინტენსიური გაშლა იყო და არ მინდა მაგ ინფორმაციის მოწვდა, არ მინდა რომ რაღაცა დიდი ნეგატივით დაგწვირთოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანები არიან თვითშთაგონებადი და უფრო საკუთარი თავის პროგრამისკენ მიდრეკილები, ვიდრე ობიექტურად ინფორმაციის
მოსმენის, ამიტომ ძალიან ესეც დრამატულ გაშლებს ვცდილობ ხოლმე რომ არ დავდო. ხო. გონი მორჩა ეს ნაპერწკლების გაყრას და გავაგრძელე მესაჯი რო გაშლა. ხო, ნუ ეგ არის რა, ამ ადამიანთან, ადამიანს უნდა რომ რაღაცაში დაგარწმუნოთ. ოღონდ იცოდეთ, ეს არ არის მისი პირადი ეგოიზმიდან და მისი მხოლოდ ინტერესებიდან გამომდინარე. თითქოს ეს არის ძალიან ბრძნული, დაფიქრებული გადაწყვეტილება. აი, დაახლოებით რო აგიხსნათ, ადამიანს ურჩევნია მოკავშირეები შეიძინოს, ვიდრე მტრები. თუმცა მტრებსაც არ გაურბის ეს ადამიანი ზოგადად რო იცოდეთ, მაგრამ დაფიქრებული ადამიანია და როგორც ჩანს იცის ვისთან შევიდეს კონფლიქტში და ვინ თავის გვერდით, თავის გუნდში ყავდეს და რაღაცნაირად ეს ადამიანი, მოდი ჩავეზიოთ, როგორ ხედავთ ეს ადამიანი ახლა ამ მომენტისთვის, იმის გარდა რომ ცოტა იმპულსურად აღიქავთ და რაღაცაში ცოტა ცხელგულზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გქონია რომ განახორციელოთ. ხარდი სხვა ასპექტებში როგორ ხედავთ ეს ადამიანი? გიჟდები რა საინტერესო ინფორმაციები მოდის ხოლმე არ დავცდილობ ძალიან რომ ავიდო რაღაც თებებს მაგრამ კარგი არა უშავს ნუ ადამიანი ხედავს იმას რომ თითქოს თქვენ თითქოს რაღაცაში ცდილობთ რომ ჭკვაში აჯობოთ რაღაცაში გინდათ რომ მოატყუოთ და ადამიანს აქ იცი როგორი განცდა რომ აი მე რა უნდა მომატყუო მე აი რა ჭკვაში უნდა მაჯობო აი იმდენად თავდაჯერებულია ეს ადამიანი რომ არც კი მოქმედებს რაიმეს თქვენ წინააღმდეგ ჯერ იმიტომ რომ აი გიყურებთ გაკვირდებათ და აი მისი უმოქმედების დროსაც კი ყველაფერი კონტროლქვეშ აქვს აი მარტივად რო აგიხსნათ აი ეგეთი ტიპია ზოგადად რა მაგრამ თქვენ ხედავთ იმას რომ თქვენ რაღაც შეცვალეთ თქვენს ცხოვრებაში ხედავს რაღაც ასპექტში გამარჯვებულად შეიძლება ითქვას ხედავს იმას რომ ვიღაცების ტაში ოვაციები აღიარება მოიპოვეთ მაგრამ ამ ადამიანის თვალში ჯერ არა ამ ადამიანს აქ როგორი განცდა იცი რომ აი თუ კი თქვენ მის სივრცეში იქნებით და თუ კი რაღაცებს მისგან ისწავლით, თუ კი მას მოусმენთ, თუ კი მის ნაბიჯებს გააგრძელებთ და ასე შემდეგ. ანუ ეხლა მე ვიძახი ასეთ თორე რეალურად ეხლა ყველა თქვენ სიტუაციაზე უნდა მოიგოთ ეხლა ნაბიჯების გავლა არ ნიშნავს იმას რომ მართლა გადააკოპიროთ ყველაფერი ხო მისგან არ არის სისულელია უბრალოდ აი რაღაცნაირად ადამიანს აქ ეგ მომენტი რომ თითქოს თავის თავს უფრო გამოცდილად და უფრო კომპეტენტურად ხედავს რაღაც სიტუაციებში ვიდრე თქვენ თუმცა ანუ თქვენ შესაძლებლობებსაც ხედავს და აფასებს უბრალოდ უბრალოდ რაღაცებში შეიძლება გონია რომ ცოტა დელულუ ხართ და ცოტა ფანტაზიებში და ოცნებებში გაქცეული არ ვიცი რა სიტუაცია და რა ამბავი გქონდა თქვენ იმიტომ რომ არც ჩაღრმავები ვარ როგორც ხედავთ მაგრამ ამას გარდა თითქოს 10-იანი პენტაკლი და 7-იანი პენტაკლი, იქაც 4-იანი პენტაკლი და მაგი. მოდი ესე შევთანხმდეთ. თუ კი თქვენ, აი რა ვიცი, სახლი, ოჯახი, სამეზობლო, მინიმუმ ნათესაობა, აი რაღაც ესეთი კავშირი თუ გქონდათ. აი თითქოს წარსულზე თქვენს ან ერთად ცხოვრებაზე
ან თქვენს ნათესაურ კავშირს და თუ ან რაღაცა სახლთან დაკავშირებული ამბავია, ან სულ მინიმუმ საერთო გარემოცვაში, ანუ ეს ადამიანი სხვა ადამიანების გარემოცვაში როცა ხვდება და თქვენს აზრს რომ ისმენს, თითქოს რაღაცების გადაფასებას, რაღაცების გაანალიზებას იწყებს და ადამიანს აქვს ის მომენტი, რომ თითქოს თქვენ თუ შეგინარჩუნებთ, ეს უფრო სასარგებლო იქნება თქვენთვისაც და მისთვისაც. უბრალოდ თითქოს ან გაურბიხართ, ან აი ხო რაღაცა შეიძლება მართლა კონფლიქტი მოხდა. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი თქვენ შესაძლებლობებს ხედავს, უდაოდ აფასებს, მაგრამ ზედმეტად თავდაჯერებული ტიპია და აი როგორი შთაბეჭდილება, იცი, თავის გვერდით ისურვებდა თქვენს ყოფნას, ანუ მის გარემოცვაში, უბრალოდ ძალიან მაღალი თვითშეფასების ადამიანია და მის თვითშეფასება ესე ციდან არ ჩამოვარდნილა, მართლა აქ ადამიანს მიზეზი, რომ საკუთარ თავზე ეგეთი წარმოდგენა ჰქონდეს და ადამიანი ფიქრობს იმას, რომ აი ცოტა იერარქიულ სისტემაში თუ თვითონ იქნება ლიდერი და თუ თვითონ იქნება პირველი, ხო? და თქვენ უბრალოდ მისი მარჯვენა ხელი ან რაღაც ხო ხდებით, რაღაც ასეთ ამბავში თუ იქნებით, მაგ შემთხვევაში ისურვებდა, რომ თქვენც ყოფილიყავით. ყოველ შემთხვევაში, აი თითქოს რაღაც გარემო, სადაც უნდა იყოს კარგი ლიდერი. ვიღაც უნდა იყოს ამ სიტუაციაში წამყვანი. მაგრამ აი მანდ თქვენ ვერ მოგისაზრებთ, თქვენში ვერ ხედავს მაგ ლიდერობის უნარს, ხო, რაღაცა ეგეთით შეიძლება წამოვიდეს. ან თქვენ შესაძლებლობებს აფასებს, მაგრამ შეიძლება ფიქრობდეს, რომ გამოცდილება გაკლიათ. კი. უნდა ენდოთ ამ ადამიანს, ანუ რეალურად ეს მისი ზრახვები სუფთაა თქვენთან მიმართებაში და გულწრფელია. იცი გეუბნებით, თუ კი თქვენ ამ ადამიანს გაასწარით, თუ კი თქვენ ამ ადამიანს გაეცალეთ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, აი თითქოს თქვენმა წასვლამ დააფიქრა, თითქოს თქვენმა წასვლამ უფრო გააზრებინა რაღაცები და უფრო მეტად დაიწყო თქვენი დაფასება. ისე რომ იცოდეთ, ძალიან ბევრს გსტალკავთ, ძალიან ბევრს გათვალიერებთ, ფიქრობს ხოლმე ხშირად თქვენზე და მისთვის ხართ რაღაცნაირად იდუმალი, შეუცნობელი, ხელმიუწვდომელი, ბოლომდე ვერ შესწავლილი ადამიანი. კი ბატონო. ესეთი სიტუაცია იყო, ახლა თქვენ განსაზღვრეთ, შეგიძლიათ თუ ენდოთ, ანუ მისი მხრიდან ზიანის მოყენების სურვილს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ანუ რაღაც ესეთი დამანგრეველი დესტრუქციული არაფერი არ არის, უბრალოდ აი უნდა რომ სიტუაციაზე კონტროლი გქონდეს თვითონ. ეს მომენტია, თორე რამეში ზიანს არ გაყენებთ, უბრალოდ ეხლა თქვენს თუ დიდი ეგოს მქონე ადამიანი ხართ, ნუ შეიძლება ეგოებით დაეჯახოთ ერთმანეთს, თორე სხვა მხრივ სხვა მხრივ თქვენი გამეტება და თქვენთვის ზიანის მოყენება წესით არ უნდა უნდოდეს. არა. კი ბატონო. ახლა მესამ და იბიკოს. ეხლა გადავალ მეორე ვარიანტზე. პირველ ვარიანტს ველოდები კომენტარებში და ლაიქებში. პირადი კონსულტაციის მსურველები მიკავშირდებით ნომერზე 511 14 91 78. მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ.
რაღაც შემოთავაზება აქვს ადამიანს თქვენთვის, ან საჩუქარიც ზოგიერთი თქვენგანისთვის. კარგი რასახის ურთიერთობა აქვთ? ხო ვერ მოვიშორე ეს თემა რა გახდა ვერ გავიგე. აი ძალიან არ მიყვარს ამ თემაზე გაშლები, ძალიან არ მიყვარს. ხალხო რა ხდება მართლა? რაც რახვები აქვს ახლა და მე არ მიყვარს ამ თემებზე საჯარო გაშლების კეთება, იმიტომ რომ ადამიანებს ზოგჯერ ახასიათებთ თვით შთაგონებები. რამდენჯერ უნდა ვთქვა ეს? შეიძლება მიყურებდეს ხალხო, მოდი პირდაპირ გეტყვით რა, თუ თქვენ ახლა გაქვთ მშვიდი, დალაგებული, წყნარი ცხოვრება, ადეკვატური ფინანსური სიტუაცია და პირადი ცხოვრება, მაშინ არ უყუროთ ამ საჯარო გაშლას. ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც ცოტა არეული ან ფინანსები, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, აი ზოგადად ცოტა ქაოსი თუ გაქვთ, მარტო ეს ხალხი დარჩით, თორე წყნარი მშვიდი დალაგებული ცხოვრება ვისაც გაქვთ, მეორე ვარიანტიდან გადით და ჩაიფიქრეთ სხვა ვარიანტი, ან პირველი, ან მესამე, ან ამ თემატიკის სხვა ვიდეოებიც მიდევს ჩემს სახს და შეგიძლიათ გადახედოთ. იმიტომ რომ აქ ამ გაშლაში არის უდაოდ რაღაცა მანიპულაციები. რა გავაკეთო ხა, სად გავიქცე? არის. და მე ძალიან არ მიყვარს ამ თემებზე საჯარო გაშლები. ნამდვილად. რამდენი ვიდეო ჩავწერე, თქვენ ვერ წარმოიდგენთ და არა ვთვირთე ბევრი, იმიტომ რომ საჯაროდ ასე ამის ლაპარაკი არ მიყვარს, იმიტომ რომ რასაც ბევრს ლაპარაკობ, ის იკვებება კიდე უფრო იმის. მოკლედ ეს არის თქვენ შორის რაღაცა კონფლიქტი, მომხდარი, რაღაცა მაგიური მანიპულაცია, რომელიც უშუალოდ ნივთზეა გაკეთებული და სად არის ეს ნივთი ახლა ამას იყენებთ თუ სადმე დატოვეს? რაღაცა ნივთი გაჩუქეს, მოდი პირდაპირ გეტყვით. რაღაცა ნივთი გაჩუქეს. რომელიც იმ მომენტისთვის გაგიხარდათ. ნამდვილად გამოიწვია თქვენში ემოციები, მაგრამ ადამიანი რო წავიდა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი, იმიტომ რომ თავის საქმე გააკეთა. რა მიზანი აქვს აი რისთვის, რატო აკეთებს ამას? ნუ 9 ხმელი და 10 ხმელი ამბობს ხალხო, თქვენი ამ მდგომარეობაში ჩაგდება რომ უნდა ადამიანს. შეხედეთ. აქვე არკანი მთვარე. ხედავთ? რა გავაკეთო და აქ კიდე? ნუ არ აი ფერიების დასტით გავშლი ხოლმე მე საჯარო გაშლებში და მორჩა. რა გიქნება ზო? ნუ მესმის ხო ახლა ესეც ჩვენი რეალობის ნაწილია, მესმის. მაგრამ ბოლო დროს ძალიან გაიქცა ხო რაღაცეები. და ვიღაცებს სადავეები გაიქცა ხელიდან. მოკლედ აქ არის მაგიური მანიპულაცია ხალხო. როგორ მოქმედებს, ან რამდენად მოქმედებს ეს თქვენზე? მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ საბედნიეროდ ესე ძალიან დიდ გავლენას არ ახდენს თქვენზე, იმიტომ რომ სავარაუდოდ არც ისე ნიჭიერი ადამიანის ხელით არის გაკეთებული ეს, ან შეიძლება გააკეთა, მაგრამ ენერგია არ ეყო იმისთვის, რომ ბოლომდე ეკვება ეს, რაც გააკეთა. ჯერ ეს დავიწყოთ.
თვითონ თქვენ რაც შეგეხებათ, უბრალოდ თქვენს აზრებში, თქვენს გადაწყვეტილებებში, უფრო აი თქვენს გონებაზე უფრო შეიძლება იყოს რაღაც ზემოქმედება, ანუ შეიძლება აი ცოტა ქაოსი, ანუ რაღაცა თან გინდათ, მე თან არ გინდათ, რაღაცას თან აკეთებთ, თან არ გაინტერესებთ. ანუ ხო ხვდებით აი რაღაცა თქვენს გონებაზე უფრო შეიძლება მოდიოდეს აი ეს ზემოქმედება. მეძროვეთ ხო რაღაცა და ილუზიებს შეიძლება გიქმნიდეთ, ანუ ეს манипуляция. რაღაც და ხო ანუ შეიძლება ვიღაცაებისთვის ეს იყოს, რომ აი თითქოს აი 4 კედელში ერთ სივრცეში რომ მოექცეთ და რაღაცა აი რომ ვერ სხვათა შორის ხო 4 კვერთხები, შეყვარებულები და 4-იანი ხმალი სასიყვარულო პირადი ურთიერთობის გაყინვა. აი ესე რომ ვთქვათ, დაპაუზება, გაჩერებასაც ვერ ვეძახი, ანახე 4-იანი ხმალი არ არის გაჩერება. 4-იანი ხმალი არის უფრო დაპაუზებული მდგომარეობა, უფრო დროებითი შეჩერება, იმიტომ რომ აი 4 ხმალში არის თითქოს მზაობა იმისა, რომ მოქმედებაში მოვიდეს აქ არ არის, ანუ რაღაცა გარდაცვალება და ეს მდგომარეობა, ანუ ამარკანში. მე ასე არასდროს არ არქო, ეს არის ლოდინი და სხვათა შორის ზოგიერთ დასტაში როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს 4-იანი ხმალი არის ხოლმე ორსული ქალითაც გამოსახული, ან როგორც ის ორსული ქალი ელოდება რაღაცა იმ დროის მოსვლას, ხო? ხო, ესევე ეს არკანი ელოდება სწორ დროს მოქმედებისთვის, ასე რომ ბოლომდე რაღაცა ურთიერთობის გაჩერება მაინც ვერ გამოვა, უბრალოდ აი რაღაცა გაყინვა, ურთიერთობის დაპაუზება თუ აი რაღაცა ეგეთი შეიძლება იყოს რა. კი. რომ აქტიური ნაბიჯები ვერ გადაიდგას თითქოს თქვენ ცხოვრებაში. მე შემიძლია ახლა ამას სახელით დავარქვა რეალურად რა შეიძლება იყოს გაკეთებული, მაგრამ გეუბნებით ახლა აქ იმდენი ხალხი მიყურებს, რომ აი ძალიან არ მინდა ამაზე საუბარი მორჩა. მეც აღარ ჩავყვები, ახლა ძალიან მიყვარხართ ხალხო, ანუ მე რო არ მიყვარდეს თქვენთან კომუნიკაცია, ამ არხს რაღაც ამხელა დროს და ენერგიას არ დავუთოვდი, ხო? ზუსტად იმიტომ რომ მიყვარხართ, გიფრთხილდები კიდეც, იმიტომ რომ მე ხო არ ვიცი ახლა როგორი ფსიქიკის ადამიანი მისმენს და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ ვიყო ძალიან ფრთხილი ასეთი ვიდეოების დროს, ხო? ასეთი გაშლების დროს. ამიტომ მეტ დეტალიზაციას აქ საჯარო გაშლაში ვერ შემოგთავაზებთ. მაგრამ თუ ვინმე ეჭვი გაქვთ ასეთი ტიპის ამბავზე დიაგნოსტირება შესაძლებელია, მაგალითად თუ ვინმე ეჭვი გაქვთ, რომ აი შეიძლება ვინმე მაგიური ზემოქმედება მოახდინა თქვენზე, დამიკავშირდით პირადში და გავაკეთოთ დიაგნოსტირება, მაგრამ წმენდებს, გამოსწორებს ესეთ რაღაცებს მე ცხოვრების ამ ეტაპზე არ ვიხები, იმიტომ რომ ჩემთვის ამ ეტაპისთვის ეს საინტერესო არ არის, იმიტომ რომ ცოტა სხვა მიზნები და ინტერესები მაქვს ამ სფეროში. ცოტა სხვაგან არის ჩემი ცნობიერება, მაგრამ დიაგნოსტირება შემიძლია გაკეთოთ თუ ამის საჭიროება გაქვთ. ეხლა რაც შეეხება მესამე ვარიანტს, მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა, ჩაფიქრებული ზრახვები თქვენთან ადამიანს რა მიზნები ამოძრავებს. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით რაღაცას გეგმავს. ზოგადად. აი თავის გეგმებში მოგისაზრებთ. და რა სახის გეგმები, ახლა ამას ჩავეციოთ.
ეს გავიგე, მაგრამ უფრო მეტი მინდა. უფრო კონკრეტული. მესამე ვარიანტისთვის. რა ზრახვები აქვს ამ ადამიანს? მესამე და პირველი ვარიანტები ძალიან გავს ერთმანეთს, ძალიან. აი ვერც კი წარმოვიდგენთ როგორ. ფაქტობრივად გაგრძელებაა. ნუ დავიწყოთ აქედან რომ თითქოს წარსულში ამ ადამიანმა რაღაც გადაწყვიტა. რითიც ეგონა რომ გადაჭრა პრობლემა. რაღაც მოაგვარა. და ეს მოგვარება რატომღაც ჩათვალა რომ თქვენთან ურთიერთობის გაწყვეტით ან ურთიერთობის დასრულებით მორშებოდა და დასრულდებოდა. მაგრამ მასში ეს კონფლიქტური განწყობა და ეს მომხდარი მაინც რაღაცნაირად დარჩა და თითქოს ფიქრობს წარსულზე, თქვენ შორის მომხდარ უთანხმოებაზე, თქვენ შორის მომხდარ განხეთქილებაზე და ამის როგორ გითხრათ, ამას განიცდის. მისთვისაც რთული იყო. იმიტომ რომ თქვენ რაღაცნაირად ამ ადამიანის შინაგან ბავშვს ეხებოდით. შემთხვევით თუ განზრახ, თქვენ ეგ გამოგდიოდათ, რომ ამ ადამიანის შინაგან ბავშვს ეხებოდით. და იწვევდით მასში მხოლოდ დადებით და სასიხარულო ემოციებს თავის დროზე, წარსულში. ეხლა რაც შეეხება ამჟამინდელ დამოკიდებულებას, ადამიანი არის იმდენად თავდაჯერებული, იმდენად დარწმუნებული თავის თავში, რომ ეს რო ადგეს და მოვიძეს თქვენამდე, მაგას ვერ ხედავ. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ თითქოს კი ბატონო, თითქოს ამ ადამიანში რაღაც გაუცნობიერებელ ემოციებს გარკვეულწილად ცოტა შიშსაც შეიძლება იწვევდეთ, იმიტომ რომ შეიძლება ვერ იგებს თქვენი ზრახვები რაში მდგომარეობს ბოლომდე. შეიძლება ნდობის პრობლემა ჰქონდეს, შესაბამისად აი რაღაც ბოლომდე ესე თავისუფლად შეიძლება ვერ იხსნებოდეს, მაგრამ მასში აუცილებლად არსებობს ისეთი მხარე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პატივისცემა და რატომაც არა სიყვარული თქვენს მიმართ, ხო? ეხლა რა ტიპის ურთიერთობასაც არ უნდა ეხებოდეს, თქვენს მიმართ ეს განწყობა ნამდვილად აქვს ჩაფიქრებულს, აუცილებლად. მაგრამ არის ეს მომენტიც, რომ იმდენად დარწმუნებულია თავის თავში, რომ აი არა, თვითონ კი უნდა მოვიდეს, არა, თქვენ უნდა ეახლოთ. სხვათა შორის, ნახე, ძალიან მიმეორდება აქ იმპერატორი, აქაც კვერთხების მეფე. კვერთხების პაჟი ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანი წესით და რიგით უნდა იყოს ცეცხლის ნიშანი და ძალიან დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს ვერძი, იმიტომ რომ თვითონ იმპერატორი ისედაც უკვე არის ვერძის სიგნიფიკატორი, მაგრამ აქაც ეს კვერთხები და მეფეც და პაჟიც რაღაცა მიმანიშნებს, მაგრამ ნუ ახლა ლომია მშვილდოსანი შეიძლება რომ განვიხილოთ აქ ამ გაშლაში. სავსებით შესაძლებელია. კი ბატონო. თქვენ რამდენად შეიძლება რომ ენდოთ ამ ადამიანს? მესამე ვარიანტი. თქვენ დაელოდეთ. ძალიან
ნუ გამოიჩენთ დიდ ინიციატივას მასთან კომუნიკაციაზე გასვლით, უფრო რჩევა მოდის, რომ თქვენ უნდა დაელოდოთ მაგ ადამიანის ნაბიჯებს. ზოგადად შეინარჩუნეთ მეგობრული განწყობა უფრო მეტად, რა სახის ურთიერთობაში არ უნდა ყოფილიყავით, ეცადეთ რომ შეინარჩუნოთ მეგობრული განწყობა ამ ადამიანთან მიმართებაში. კი ბატონო. ზოგადად რისი სურვილი აქვს ამ აი თქვენთან მიმართებაში, აი რა სურვილი აქვს ამ ადამიანს, აი რა უნდა თქვენთან, თქვენგან, თქვენთვის. მესამე ვარიანტი ადამიანს, რა სწრაფი აქვს, რა სურვილები. ზოგადად ნახე შინაგანად ამ ადამიანს აქვს ძალიან წაღანაც ვახსენე. ძალიან თბილი, მოსიყვარულე განწყობა თქვენთან მიმართებაში და ისურვებდა რომ თქვენთან ურთიერთობა ან განაახლოს თუ უკვე ნაცნობია ესეთ წარსულის, მაგრამ თუ ახალია ისურვებდა რომ წამოიწყოს თქვენთან ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს თქვენთან მუდმივად კომუნიკაციის სურვილი შეიძლება გქონდეს ეს ერთის მხრივ, მაგრამ ადამიანი იქიდან გამომდინარე თვითონ არის ცოტა ცფიერი ბუნების ადამიანი და ცოტა შეიძლება ცინიკური და ირონიული სხვა ადამიანებთან მიმართებაში, აი სხვებთან რო თვითონ ეგეთი იყო, შეიძლება ეხა გაუშვდა იმის შიში, რომ ვაი და ამ შემთხვევაში თქვენც ესე არ მოექცეთ, იმიტომ რომ ანუ შეიძლება თვითონ იყო ცინიკური სხვებისთვის ესეთ სიტუაციებში და სხვის ემოციებს აბუჩად იქდებდა და ეხლა რომ თვითონ ესეთი თბილი, ანუ ნახე, მე არ ვამბობ მაინც და მაინც პირადისკენ არ მიმყავს, ზოგადად აი თქვენს მიმართ რომ ესეთი თავაზიანი, ესეთი განწყობა რომ გაუშვდა და რომ უნდა კიდეც რომ ეს ყველაფერი გამოხატოს, შეიძლება ჩათვალოს, რომ აი ეგრე რომ მოიქცეს, თქვენ არ დასცინოთ მაგალითად, ან რაღაცა ხო რაღაცა ცოტა ჩაკომპლექტ, ანუ ეშინია გულის ტკენის, რომ ანუ თუ კი იქნება გულახდილი და გულწრფელი თქვენთან მიმართებაში, თითქოს გონიერი შეიძლება იყოს ან უარყოფილი, ან თქვენი მხრიდან შეიძლება მიიღოს დაცინვა, ქილიკი, ცინიზმი და ასე შემდეგ, ხო? და რაღაცა აი ეს ფაქტორია ის, რის გამოც ეს ადამიანი თავს იკავებს ეხლა თქვენთან მიმართებაში. და ამიტომ შორიდან გიყურებს, მაგრამ მე წაყენებს გითხარით რაღაცას გეგმავს და მოიმოქმედებ მესამე ვარიანტი რა იმა ეს. მესამე ვარიანტის ადამიანი რა იმეს მოიმოქმედებს. გეუბნებით არა, ეს რაღაცა შორიდან შეიძლება შემოგყურებდეთ. არა. ძალიან ეშინია თქვენი უარყოფის. ძალიან. მაგრამ იცი რა, თქვენ თუ ცოტა უფრო რბილი იქნებით და ცოტა უფრო მეტ სითბოს თუ გამოავლენთ ამ ადამიანის მიმართ, შეიძლება რომ აი ეს შიშები მოეხსნას. და შეიძლება რომ უფრო თამამადაც გადადგას ნაბიჯები, უბრალოდ თქვენ უნდა ხედავდეთ როგორც თასების დედოფალს და თასების დედოფალი არის ძალიან ისეთი თბილი, გრძნობიარე, ინტუიციურით, შემოქმედებითიც და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში თქვენ თუ ასეთად დაგინახავთ, აბსოლუტურად შესაძლებელია რომ თვითონაც მოვიდეს და იცოდეთ ეს არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი, ძალიან განათლებული, შინაგანად ბრძენი, ანუ რამდენი წელსაც არ უნდა იყოს, იცოდეთ რომ თავის ასაკთან შედარებით ეს ადამიანი არის ბევრად უფროსი. უფროსი კი არა, შინაგანად მოხუცია ეს ადამიანი და ზუსტად იმიტომ რომ ამდენად ჭკვიანია, შეიძლება სხვა ადამიანები ცოტა სასაცილოებიც კი ეჩვენებოდეს და ცოტა
უტვინოებით და ამიტომ შეიძლება უშცებოდეს ცინიზმი ვიღაცების მიმართ და რატომღაც ახლა ეგ შიში გაუშვდა რომ შემთხვევით თქვენ არ აღმოჩნდეთ მისი კარმა და შემთხვევით თქვენ არ დაუბრუნოთ ყველაფერი ის რასაც აქამდე უკეთებდა ადამიანს და მე გამიშდა სურვილი მესამე ვარიანტში ვიკითხო ეს ადამიანი როგორ გხედავთ ახლა აი მის აზრით თქვენ როგორი ადამიანი ხართ მერტურასის რაღაც ყოველი პასუხია. ადამიანი გხედავთ ახლა ამ მომენტისთვის, რომ თქვენ ნაჭუჭში ხართ, თქვენი ცხოვრება გაქვთ, აი ძალიან მყუდროთ, ლამაზად მოწყობილი. ადამიანი ხედავს იმას, რომ თქვენ სივრცეში არის, ყველაფერი ლამაზი, ყველაფერი მშვენიერი, სიმშვიდე, კომფორტი, თქვენ თვითონაც ძალიან ლამაზი და მომხიბლავი ხართ მისთვის. აბსოლუტურად აი დადებითი ადამიანის შთაბეჭდილებას უტოვებთ, ხო? აი შეიძლება ფიქრობდეს, რომ კარგი მეგობარი იქნებოდით მისთვის, კარგი პარტნიორი, კარგი კოლეგა, ხო? აი რა ტიპის ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ, ხო? ანუ მისთვის კარგი და დადებითი ცვლილებების მომტან ადამიანად აღიქოთ. უბრალოდ რაღაცნაირად მისთვის აი იმდენად კარგი ხართ, რომ შეიძლება ცოტა აკომპლექსებდეთ. მივხვდით, ხო? და მე რა კარგად გავერთე ამით ამასობაში. კი ბატონო, ასეთი იყო ჩვენი ვარიანტები, ჩემო ძვირფასებო. მე ხლა დროებით გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. რა თქმა უნდა, ველოდებით თქვენს კომენტარებს, თქვენს ლაიქებს. ძალიან მახარებთ ხოლმე და მაძლევთ мотиваციას და ძალას იმისთვის, რომ ვაკეთო უფრო მეტი თქვენთვის, ხო? ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით. წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ. ნახვამდის.